ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ძვირფასი საჩუქარი, რაც საკუთარ თავს შეგიძლია რომ გაუკეთო, არის დაიგნორება იმისა, თუ რას ფიქრობენ შენზე სხვები, ვის როგორი ადამიანი ჰგონი ხარ, ვის მოსწონ ხარ და ვის არა. ყოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც არ მოეწონები, ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც შენზე იჭორავებს და 1000 ცილს დაგწამს, მაგრამ თუ შეძლებ რომ სხვებზე ფიქრის მაგივრად მთელი ენერგია და ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართო, გაიცნო შენი პიროვნება, გააუმჯობესო შენი უნარები, შენი ნიჭი განავითარო, რადიკალურად შეიცვლება შენი ყოველდღიური ცხოვრება, იქნები უფრო ბედნიერი, უფრო მეტ მიზანსაც მიაღწევ და ცხოვრებისგანაც უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებ, უფრო თავდაჯერებულიც იქნები და არ გექნება დაბალი თვითშეფასება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაქვს დაბალი თვითშეფასება, რატომ გვგონია რომ არ ვართ საკმარისად კარგი, საკმარისად საინტერესო, არის ის, რომ საკუთარ თავს სხვის სითვალით ვუყურებთ. იმაზე ვნერვიულობთ, რომ აი იმან ესე რატო თქვა, იმას რატომ არ მოუწონვარ და ასე შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს სხვები რას ფიქრობენ შენზე, მთავარია შენ რას ფიქრობ იმ ადამიანზე და პიროვნებაზე, რომელიც ხარ და რას აკეთებ იმისთვის, რომ ხვალინდელი შენი ვერსია დღევანდელზე უკეთესი იყოს.